თქვენი ძმა რო გარდაიცვალა, თითქმის 1 წელი აღარ ჭიდაობდით და სპორტისთვის საერთოდ თავის დანებებას აპირებდით. თუმცა საბედნიეროდ გააგრძელეთ და ჩვენც გავიხარეთ თქვენი შედეგებით. სხვათა შორის ბოდიში ამაგასაც ვიტყვი 40 იყო, 40 იყო და უკვე სიგარეტის წევას დაწყებული მქონდა რომ დაიღუპა იმ მომენტში ლენინგრადში შეჯიბზე ვიყავი კიდე რომ ჩამოვედით ჩემი მანქანით გამაცილა ჩემი მანქანაში დაიღუპა და 40 დღე სასაფლაოდან არ ავდგარ ვარ მართლა არ ავდგარ ვარ მომესწრო გამეკეთებინა სულ სასაფლაოზე ვიყავი რა და ჩემი ძმა მოვიდა უფროსი ძმა 39 დღეს და წავმიყვანა ჯერ თელავში გვაქვს საქმეო გამომყევიო რაღაცა საქმე მაქვს მე ჩავმიყვანა თბილისში თავის სახში რო აველთ მეორე დღით მემიყვანა მაშინაც იყო დილით აწონები იყო და ის და სპორტის სახლში იყო საქართველოს პირველობა რა დიდი წვერი მაქვს უკვე და იჭიდავეო და რა მიყავი მე უთხრა სად მომიყვანებ ჭიქა არ გამიგდია და სიგარეტი არ გამიგდია ხელიდან და რა უნდა ვიჭიდაო მეთქი იჭიდავეო და კიდე ვიჭიდავ მე უთხრა თუ წავაგებ მეთქი ჭიდაობას თავსვანებებ მეთქი საბედნიეროდ მოვიქე რა მაგარი ისტორია საბედნიეროდ მოვიგე მართლა მოვიგე ცუდი ძლიერი ბიჭები იყვნენ და მოვიგე და გავაგზავნებელე რა 41 წელი არა 43-მდე სხვადასხვა ზოწამეგო მართლა არ გავაგზავნებდი მე რასაც ვიტყვი ის უნდა ავასრულო არ არსებობს აუ მადლობა თქვენ ძმას რომ ეგეთ მაგარი რაღაც გაუკეთებია